გილოცავთ, ილია თოფურია 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონია, ალბათ საქართველოში ამაზე ყველა საუბრობს და ყველა მიცის და რაც თავარია, როგორც იქნა დადგა ის დღე, რომ სოფლიო რეიტინგში, pound for pound-ის რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა ილია თოფურია. წარმოიდგინეთ ეს რას ნიშნავს? ეს საქართველოსთვის არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი არსებობს, იმიტომ რომ სოფლიოში ყველაზე ძლიერი მებრძოლი დღესდღეობით არის ილია თოფურია, ქართველი მებრძოლი. ისლამ ახაჩევი ჩამოვიდა მეორე ადგილზე, იქამდე პირველ ადგილზე იყო და მესამე ადგილზე არის მერაბ დვალიშვილი და აუცილებლად წინათაც ვამბობდი ამას, ჩემთვის ფანტაზიორობდი, რომ პირველ-მეორე ადგილებს ქართველები გაიყოფენ სოფლიო რეიტინგში და მე მგონი ენა მიყივლა და ყველაფერი მიდის მაგეთკენ. მოკლედ, გილოცავთ, ილია თოფურია სოფლიოში ამ პლანეტაზე ყველაზე მაგარი მებრძოლია. დღევანდელი გადაცემა იქნება ინფორმაციული, ძალიან საინტერესო, გავიგებთ რაზე ფიქრობს ილია თოფურია ამ ყველაფრის მერე, გავიგებთ რაზე ფიქრობს დანა ვაიტი და ყველა წამყვანი მებრძოლი, ასევე კონორ მაგრეგორი არ გადმორჩეს, იმიტომ რომ კონორ მაგრეგორმა დაწერა პოსტი ილია თოფურიაზე და მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება. თან UFC 317-მდე 2 დღით ადრე დიდების დარბაზში შეიყვანეს რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩარლზ ოლივერასაც გადასცეს სპეციალური პრიზი, მაგაზეც ვისაუბრებთ. იქამდე მოემზადეთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქება ამ ვიდეოსი, იმისათვის რომ ეს არხი უფრო განვითარდეს, მე კიდევ ვიწყებ. დავიწყოთ იმით, რომ ილიამ თავისი სიტყვა შეასრულა და პირველივე რაუნდში დაანოკაუტა ამ სპორტის ცოცხალი ლეგენდა ჩარლზ ოლივერა. აღარ დავიწყებ ამ ხანმოკლე შეხვედრის განხილვას, ისედაც ყველამ ნახა ეს შთამბეჭდავი ფინიში, რომელიც გახდა ეგრევე ჰაილაითი და დღევანდელი UFC-ის ისტორია საფუძვლიანად შეცვალა. ეხლა მთავარი საკითხავია, ვინ იქნება შემდეგი. წესით ბევრს სჭირდება თავისი კარიერისთვის ილიასთან ბრძოლა. პედი პიმბლეტი, არმად სარუკიანი, ჯასტინ გეიჯი, თუნდაც ისლამ მახაჩევი, მაგრამ UFC 317-ზე ქართველმა ისე შეუმცირა გამარჯვების შანსები ზემოთ ჩამოთვლილ მებრძოლებს, რომ გულის სიღრმეში სარუკიანს წელი ასტკივდა. მახაჩევს ახალი წონითი დივიზიონი შეუყვარდა. გეიჯის ჰოლუეითან რევანში გაახსენდა, პიმბლეტის თვალებში კი ილიამ შიში წაიკითხა. დავიწყოთ ილიას სიტყვები ბრძოლის შემდეგ, რის მერეც პიმბლეტი ამოვიდა ოქტაგონში, სადაც მას არავინ ეპატიჟებოდა. ამ არენაზე რამოდენიმე ქვეშაჯვია, ერთი მსუქანია, მეორე კიდევ როცა მოდის ბრძოლის დრო წელს იტკიებს. ასე რომ მე ნებისმიერი მეტოქისთვის ვარ მზად. პედის რაც შეეხება, თუ მას ეს უნდა მომგვარეთ ეს ქვეშაჯვია ოქტაგონში. კაი ნამუშევარია, კოჩახ, ეს შთამბეჭდავი ნოკაუტი იყო, მაგრამ შენ მე ვერასდროს დამანოკაუტებ. დაგასაბითებ შექვეშაჯვია. შენ იცი რომ ამას ვერ იზავ. შენ სყვერებს შუბზე დაგალაგებ შექვეშაჯვია. მე დაგაფინიშებ, შენ ძალიან პატარა ხარ. მოდი გააჯვი აქედან. დიახ, პედი პიმბლეტს და ილია თოფურიას შორის ეს კონფლიქტი წლების წინ გაღვივდა და აი ახლა პიკს მიაღწია და მაშინ საერთოდ ვერავინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს მებრძოლები ერთმანეთს ოდესღაც სადმე შეხვდებოდნენ, იმიტომ რომ სხვადასხვა წონითი კატეგორიაში იყვნენ და აი დადგა ის დღე, როცა ამისი ალბათობა ძალიან დიდია და მოდით გავიხსენოთ ეს ამბავი. ერთი დღე იყო ავდექი და ტვიტერში წავიკითხე ესეთი კომენტარი, რომ არ ვიცი რაზე ქონა გურამ ქუთათელაძესთან შელაპარაკება პედი პიმბლეტს და უცებ წავიკითხე კომენტარი, რომ აი ეხლა მესმისო რატო რუსებიო ბომბავდნენო საქართველოს, იმიტომ რომ დებილები ხართ, რაღაც მასეთი დაწერა და აი კომენტარი რომ წავიკითხე, ხო ანუ ჯერ თავიდან არ მჯეროდა, ხო რომ ანუ როგორ ადამიანი შეიძლება ასეთ სიტუაცია ანუ დამცინავად აიგო, ხო? სიტუაცია, სადაც უდანაშაულო ხალხი კვდება, ბავშვები კვდებიან, ქვეყანა არ არის კაი სიტუაციაში, ხო? ანუ საშინელება, ხო, ომია, ხო? მე 2008 წელს, ანუ აქ ვიყავი, შეიძლება ისე ღრმათ არ ვიყავი ომში, მაგრამ ანუ ეს ამ ყველა სიტუაციამ ხო ჩვენზე ხო გადაიარა ყველაზე, ხო? ზოგი ახლობელი ყავს, მამა მოვკვდა ომში, ზოგს ბიძაშვილი, ანუ ყველა სიტუაციას ხო ხედავთ, ხო? ანუ და ამას დამცინავად რომ იგდებს ვიღაცა, ანუ სისხლი გასხავს ხო ადამიანის თავში. ანუ ეგ იყო იმის მიზეზი, რომ ჩემი ხელი რომ მოხდა მას. აქვე მინდა ჩავამატო ომელის რეაქცია, ძალიან საინტერესო რეაქცია, იმიტომ რომ წლების წინ ომელიმ ილია თოფურიაც კი გამოიწვია. დანა, მომეცი თვითფრინავი პატარაო, მე ესპანეთში მივფრინავ ილია თოფურიასთან. მას თუ უნდა, მაგრამ კიდია, მომეცით ილია. ეს მომენტი ყველას გახსოვთ, მაგრამ ეხლა მოდით ვნახოთ ომელის რეაქცია ილიას ნოკაუტზე.
ილია ჯონ ჯონსის დონეა, მან დაანოკაუტა ვოლკი, დაანოკაუტა ჰოლუეი, ეხლა ჩარლზი, ღმერთო ჩემო, ვინ გაბედა თოპურიასთან ჩხუბი. ღმერთო, მადლობა რომ მან ჩემთან ბრძოლა არ მიიღო. ილია ისლამს უნდა შეხვდეს აუცილებლად, მაგრამ თუ მახაჩევი მადალენასთან დამარცხდება, ამას უკვე მუღამი არა აქვს. მაგრამ თუ ისლამი გაიმარჯვებს და შეხვდება ილიას 77-ში, ეს იქნება სიგიჟე. ილია უკვე საუკეთესო მებრძოლია ისტორიაში, სუპერ ვარსკვლავი. მადლობა ღმერთს, UFC-მ არ მოგვიწყო ეს ჩხუბი. No, I'm just kidding. Thank God the UFC didn't make that fight. ამასობაში ამ ოქტაგონში ამოსვლით და ამ პატარა კონფლიქტით პედი პიმბლეტმა თავისი შანსები სატიტულო ბრძოლაზე აი ძალიან მაგრად აწია ხო არის იქით სარუკიანიც და სხვაებიც, მაგრამ პიმბლეტმა შექმნა უკვე სერიოზული ისტორია ილიასთან შესახვედრად. შეიძლება მაგის დონე არ იყოს ბევრმა თქვას, შეიძლება არ ეკუთვნის ბევრმა თქვას, აი სარუკიანს ეკუთვნის, მაგრამ აი ამ ამოსვლით თანდანავად არ უნდა რომ ის ამოსულიყო, მან შექმნა უკვე სერიოზული ისტორია იმისათვის რომ ილია თოფურიას შეხვდეს. თან ეს დივიზიონი ილიასთვის არის ახალი, ამიტომ მას დაჭირდება 1 ან შეიძლება 2 ან შეიძლება 3 ბრძოლა რომ მიეჩვიოს ამ დივიზიონის წონას და მერე იფიქრობს ისლამთან გადასვლა სხვა წონაში 77 კილოგრამში. მაგრამ ჩემის აზრით 2-3 ბრძოლის მერე ისლამ მახაჩევი ან დაასრულებს კარიერას, ან წავა, იმიტომ რომ არ უნდა მას ილიასთან შეხვედრა. მაგრამ თუ მოხდა ეს შეხვედრა, მე რამოდენიმე გადაცემაში ავხსენი კიდევაც რატომაც მოუგებს ილია თოფურია ისლამ მახაჩევს, მაგრამ თუ მოხდა ეს შეხვედრა, მოდით კიდევ ერთხელ აგიხსნით კარგად, თუ რატომ მოუგებს ილია თოფურია ისლამ მახაჩევს. ყველაფრის მიზეზი ვოლკანოვსკის პირველი შეხვედრა მახაჩევთან. კი ავსტრალიელი დაღესტნელს მეორეჯერაც შეხვდა, სადაც ნოკაუტით დამარცხდა, მაგრამ ამას ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რადგან ვოლკანოვსკიმ რამოდენიმე დღით ადრე მიიღო ბრძოლა და არ იყო სრულფასოვნად მზად კონკრეტულად ისლამისთვის. სამაგიეროდ პირველ შეხვედრაში ვოლკანოვსკი იყო შეუდარებელი, მან 5 რაუნდი გაუკაჩა ისლამს და ისე თანაბრად იბრძოლა, რომ ბევრი დღემდე თვლის ეს შეხვედრა ვოლკანოვსკის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს შეერკინება ისლამს და ვოლკანოვსკის შორის იყო თანაბარი და რა უქნა ვოლკანოვსკის ილიამ, მეორე რაუნდის დასაწყისშივე ბრუტალურად დაანოკაუტა. აქედან გამომდინარე საღად მოაზროვნე ადამიანი ივარაუდებს, რომ ილია მახაჩევს მაქსიმუმ მესამე რაუნდში დააფინიშებს. კიდევ ერთი მიზეზი არის მაქს ჰოლუეი, რომელმაც დასტინ პორიესთან წლების წინ დამარცხდა მსაჯების გადაწყვეტილებით. შეიძლება ამისთვის არ მიმექცია ყურადღება, რადგან ეს შეერკინება 2019 წელს მოხდა. მაგრამ 2023 წელს დასტინ პორიე შეხვედრას აგებს ჯასტინ გეიჯისთან. თან აგებს ნოკაუტით მეორე რაუნდის პირველ წუთზე და აი აქ თამაში 2024 წელს შემოდის მაქს ჰოლუეი, რომელიც ხვდება სწორედ იმ ჯასტინ გეიჯის, რომელმაც პორიე დაანოკაუტა. ამ შეხვედრაში ჰოლუეი 5-ვე რაუნდს დომინირებს და ბოლო წამებზე ბრუტალურად ანოკაუტებს ჯასტინ გეიჯის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ მომენტში ერთმანეთს რო შეხვედროდნენ ჰოლუეი და პორიე, მაქსი გაიმარჯვებდა, მაგრამ მათი გზები გაიყო. პორიე შეხვდა ტიტულზე ისლამს, რომელსაც დიდი პრობლემები შეუქმნა. შუბლიც კი გაუხია და შეიძლება ითქვას თანაბრად იბრძოლა, მაგრამ მეხუთე რაუნდის შუაში, როგორც იქნა ისლამმა ის დიდი ძალისხმევით მოგუდა. გამოდის რომ პორიეს ადგილზე ჰოლუეი რომ ყოფილიყო, ისლამს კიდევ უფრო გაუჭირდებოდა გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ჰოლუეი შეხვდა ილიას და ქართველმა ის მესამე რაუნდის დასაწყისშივე გათიშა. გამოდის რომ ილია იმ მომენტისათვის პორიეზეც და ისლამზეც უკეთესი იყო. იმედია მიხვდით ამ ლოგიკას და თუ ვერ მიხვდით, ამისათვის არსებობს ჩარლზ ოლივერა, რომელმაც ჯერ მაიკლ ჩენდლერი დაანოკაუტა მეორე რაუნდის მე-19 წამზე. მერე მესამე რაუნდის დასაწყისში დასტინ პორიე დაახრჩო, რის მერეც ჯასტინ გეიჯიც დაასაბმითა პირველივე რაუნდში და შეხვდა ისლამ მახაჩევს. პირველ რაუნდში ოლივერა ისლამის მტკივნეულზე წამოყოლას ცდილობდა, მაგრამ მახაჩევმა არ მისცა ამის საშუალება და მხოლოდ მეორე რაუნდში მოახერხა ბრაზილიელის დაფინიშება. თოფურიამ კი მახაჩევთან შედარებით 2 წუთში დააფინიშა ოლივერა. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ თუ მოხდა ქართველის და დაღესტნელის შერკინება, ილიას მეტი გამარჯვების შანსები აქვს და სწორედ ამიტომ მახაჩევი ყველაფერს იზავს, რომ ეს შეხვედრა არასდროს შედგეს. იმედია მიხვდით რის თქმაც მინდოდა და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევს დააფინიშებს. კი არ მოუგებს ესე რაღაც 5 რაუნდში, ანუ დააფინიშებს. არმან ცარუკიანი კიდევ, რა შეგვიძლია ვთქვათ, ცარუკიანი შეხვდა ისლამ მახაჩევს წლების
საჯების წინ თანაბრად იჩხუბეს, საჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და აი სულ ახლახანს შეხვდა ოლივერას და აქაც თანაბრად იბრძოლა, რაც თავარია. და ამ თანაბარ ბრძოლაში ოლივერამ ბოლოს მახრჩობელა გაუკეთა და 1-10 წამიც რო ყოფილიყო და გონგი არ ყოფილიყო, შეიძლება დაეფინიშებინა ცარუკიანი და ამიტომ აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ ილია თოფურია ცარუკიანს აი გაანადგურებს, შანსი არ აქვს. დაგვრჩა რეალური კანდიდატი პედი პიმბლეტის ხაუზერი, რომელიც მოდის მარცხის გარეშე UFC-ში, ვაღიაროთ კი, მარცხის გარეშე მოდის ის. ცოტა ძნელი იქნება მაგისი ბრძოლის შეფასება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ტოპებთან და სერიოზულ ტიპებთან ამ წონით კატეგორიაში არ უჩხუბია. კი, ტონი ფერგუსონთან იჩხუბა და ჩენდლერთან იჩხუბა, მოიგო ორივე შეხვედრა, მაგრამ ისინი პენსიონერებად ითვლებიან, 40 წლამდე მიტანებულები არიან, ერთმა საერთოდ კარიერა დაასრულა, ამიტომ ის არ არის სერიოზული ოპოზიცია ილია თოფურიასთვის და ილია თოფურია პირველივე რაუნდში მას დაანოკაუტებს აუცილებლად, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ძალიან მაგარი ისტორია, როგორც წეგან ვახსენე და აი ეს ისტორია ქმნის ბრძოლებს, იმიტომ რომ ამ ისტორიას აქვს ისეთი ამბავი, რომ შეუძლია ნებისმიერი არენა შეავსოს, ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანია UFC-ისთვის და ყველა იშოვის ფულს, UFC-ს იშოვის ფულს, ილიაც იშოვის ფულს, კაუზერიც იშოვის ფულს და ნუ ქართველები კიდე გულს მოვიფხანთ მაგის ცემით. ეხლა კი სანამ ოლივერაზე ვიტყვი 1-2 სიტყვას, მოდით ვნახოთ ილია თოფურია რა სიძახის ბრძოლის მერე, ასევე დანა ვაითი და 1-2 საინტერესო ადამიანი თავისი საინტერესო კომენტარებით გადავთარგმნეთ თქვენთვის და მოდით შევხედოთ. ეს შენი საუკეთესო კომბინაცია იყო, რომელიც შენ გამოგიყენებია? მე უფრო უკეთესი კომბინაციები მაქვს. უკეთესიც გაქვს? რა თქმა უნდა, მაგრამ მეტოქეებს უფრო დიდხანს მოუწევთ ჩემთან ოქტაგონში ყოფნა. რამდენხანს აპირებს სუბუქციონაში გამოსვლას? ტიტულის დაცვას გეგმავ რამოდენიმეჯერ თუ არსებობს მებრძოლი, რომელზეც შენ არ გიყვარს საუბარი და მასთან გინდა შეხვედრა? მე წლის ბოლოს მზად ვიქნები ბრძოლისთვის, თუ UFC გადაწყვეტს და რამეს შემომთავაზებს, წლის ბოლოს მე მზად ვარ. როდესაც შენ ბადესთან ჭიდაობდი დანაც ხვირწინ, ჩარდმა ფეხიდან დაგითრია, მაგ დროს გრძნობდი რამე საფრთხეს. არა, ცოტა მაკლა და მე ვიქნებოდი უფრო მომგები ამ პოზიციაში. მან კარგად დამიჭირა ფეხიდან, თუმცა დავინახე რომ ის ტკივილს განიცდის და ავდექი ფეხზე. გრძნობ რომ ამ გამარჯვებით შენ საუკეთესო გახდი? წეგანაკ პანტოჟა იყო და იძახის რომ ის არის საუკეთესო, მაგრამ ყველამ ვიცით რომ მახაჩევი ნომერ 1-ია და ის თავის ადგილზეა. რას ფიქრობ? გულისხმობ pound-for-pound-ს? ეგ მართლა არ მანაღვლევს. მნიშვნელობა არ აქვს ამ სიაში რომელზე ვიქნები. შენი წინასწარი პროგნოზები საოცრებაა. იძახდი რომ ოლივერას პირველივე რაუნდში დააფინიშებდი და ესეც მოხდა. ნუ თუ შენს გარშემო არავინ იყო ისეთი რომელმაც არ გითხრა, ძმაო, დაწყნარდი, ეს ხომ ჩარლზ ოლივერაა. ჩემს გარშემო ყველა იყო დარწმუნებული რომ მე ჩემს სიტყვას დავამტკიცებდი. მე უბრალოდ ჩემი კამრის ასაღებად მოვედი. ძალიან ბევრი ვარჯიში და სპარინგი ჩავატარე, ამიტომ დარწმუნებული ვარ ჩემს თავში, ვიცი რაც შემიძლია, ვიცი რამდენად უკეთესი ვარ და დარწმუნებული ვარ რომ ვერც ერთი მებრძოლი ვერ შეედრება ჩემს სოდნას. ამას როცა ვიძახი შეიძლება გამოვიყურებოდე ძალიან თავდაჯერებულად და ზოგმა შეიძლება იფიქროს რომ მე შევიშალე, მაგრამ მე მიჩვეული ვარ ამას და ვაგრძელებ იმის მტკიცებას რომ საუკეთესო მებრძოლი ვარ მსოფლიოში. პიმბლეტი შემოვიდა შენთან გალიაში და თქვენ ცოტა გაერთეთ. თუმცა არსებობს კიდევ არმან ცარუკიანი და ჯასტინ გეიჯი. როგორც ხედავ შენ უფრო პედისთან გინდა შეხვედრა. დიახ, მასთან ბრძოლა მინდა, რადგან ჩასთან მე ცოტა სხვანაირი სიტუაცია მქონდა. ის ძალიან კარგი ადამიანია. შეუძლებელია ოლივერა არ მოგწონდეს. ჩვენ მას ყოველდღე ოჯახის, მეგობრების და გუნდის წევრების გარემოცვაში ვხედავთ. ის ძალიან კაი ტიპია და ჩვენი ბრძოლა უბრალოდ შეჯიბრი იყო, სპორტი. მაგრამ პედისთან მე მართლა დიდ სიამოვნებას მივიღებ მაგის ცემით. ზურგს უკან სამი ისტორიული ნოკაუტი გაქვს ამ სპორტის ლეგენდებთან. როგორ გაანაწილებდი ამ ფინიშებს? რომელი ნოკაუტი უკეთესია? პირველ ადგილზე ვოლკანოვსკი, მეორეზე ჰოლუეი და მესამეზე ჩარლზის ნოკაუტი. ვოლკი ყველაზე რთული მეტოქე იყო. პიმბლეტთან ბრძოლა იქნება ძალიან მაგარი ღონისძიება, რომელიც შეავსებს ნებისმიერ არენას. შენ თვითონ სად გინდა ეს შეხვედრა შედგეს? სიამოვნებით ესპანეთში შევხვდებოდი, მას სანტიაგო ბერნაბეუზე. ყველა ისიამოვნებდა ამ ღონისძიებით და მინდა ყველანი იქ ჩაგიყვანოთ. დანამ თქვა რომ შენ მუხამედ ალისავით წინასწარმეტყველებს შენ შედეგებს. თვლი რომ განურჩევლად წონის შენ საუკეთესო ხარ? მე მიყვარს მერაბი და ვფიქრობ რომ ეს ადგილი ერთმანეთში უნდა გავიყოთ. ილია, გილოცავ 2 დივიზიონის ჩემპიონობას. ნახეთ საქართველოში შენი გაჩემპიონების ზეიმი. ნახეთ ქალბატონი ინგა როგორ აღნიშნავდა შენს წარმატებას არენის გარეთ ქართველ გულშემატკივრებთან ერთად. თუ შეგიძლია რომ მიმართო ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც სოფლიოს ყველა წერტილიდან გერდნენ გვერდში ამ ისტორიულ ღონისძიებაზე. უდიდესი მადლობა ყოველთვის საქართველოს ხარდაჭერისთვის და დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოვახერხებ და საქართველოს ვესტუმრები ისევ ერთხელ და ჩავეხუტები ყველას თავიდან და დიდი მადლობა ისევ. დიდი მადლობა. მეორე შეკითხვა
რამდენად პრინციპული ბრძოლაა შენთვის პედი პიმბლეტი? საქართველოში ყველა მიცის, რომ ეს მარტო სპორტული ინტერესი არ არის. სიმართლე გითხრა, პერსონალურად არანაირად არ ვიღებ ამ ბრძოლას, უბრალოდ დიდი სიამოვნებით პადის კარგად გემრიელად დავანოკაუტებდი. იმიტომ რომ ჩალსთან შედარებით ცოტა უფრო განსხვავებული სიტუაცია არის, იმიტომ რომ ჩალსი გინდა თუ არ გინდა მაინც ბევრად უფრო კარგი პიროვნება, კაი ადამიანია, ძალიან კაი ბევრი ფასეულობები აქვს. პადისთან კიდე ძალიან სხვანაირი სიტუაცია მექნებოდა. იცით, ყველაფერს ვაკვირდები და ხვდები, რომ ჩემი და ისლამის ბრძოლა არ შედგება. ძალიან გამიკვირდება თუ UFC ამ შეხვედრას შემომთავაზებს. მე კი გამიხარდება, უარს არც ერთ შერკინებაზე არ ვიტყვი, მზად ვარ ნებისმიერს შევხვდე და მგონი ყველა მიცის, რომ მე ძალიან საშიში ვარ. კი, მაგრამ თუ გააგრძელე გამარჯვება, შენ და ისლამი შევხვდებით. ასე გონია? სიამოვნებით, თუ ამას UFC მოინდომებს, მზად ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მათ ეს არ უნდათ. ის ჩარლზს უნდა შეხვედროდა, მე ილიას განადგურება შემიძლია და მან ეს კარგად იცის. ამიტომ გაურბის ჩემთან შეხვედრას. ნამდვილი პრეტენდენტი მე ვარ. დავინახე, რომ ოლივერა ბრძოლის წინ ნერვიულობდა, რასაც ილიაზე ვერ ვიტყვით და ამან დიდი როლი ითამაშა. ეს შეხვედრა მეორე რაუნდამდე რომ მისულიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ თოფურია მის გათიშა და კი, ილიას ძლიერი დარტყმა აქვს. თუმცა მე ყოველთვის მზად ვარ მას შევხვდეთ, ან ჩვენ ერთმანეთში ისტორიაც გვაქვს. ჩვენი შეხვედრა თავის თავს თვითონ გაყიდის. ჩვენ ვართ ორი მებრძოლი, რომლებსაც ერთმანეთი მაგრად ეზიზღებათ. ალბათ ესეთი რამ არ მომხდარა ჰაბიბს და კონორის დროიდან. მე კი ისე მეზიზღება თოფურია, რომ არ მინდა მალე დავლეწო. მინდა ის დავანოკაუტო შეხვედრის ბოლო წუთზე. იმის მერე რაც მას 700 ჯერ ჩაუკაკუნებ თავში. მე მგონი მე ერთადერთი ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი ვარ, რომელსაც მარცხი არ აქვს. ვიღაცამ ეს კულისებში მითხრა, ჩემთვის გავიფიქრე, ვა, ეს რა მაგარია. გონია შემდეგი პედი იქნება? არ ვიცი, მე მას თვალებში ჩავხედე და მას ეშინია. სერიოზულად? გეფიცები, მას ჩემთან ჩხუბი არ უნდა. თვალები, ისინი არასდროს ტყუიან. რა მოხდა, როდესაც ის გალიაში ამოვიდა? ის მთლიანად კანკალებდა, თითქოს ფიქრობდა, აქ რა ჯანდაბა მინდაო, მე სწავლაო, სკოლაშიო, სხვა რამით მაინც დავკავდებოდიო. როგორ მოგეწონა ილიას ბრძოლა და თვლი თუ არა, რომ ის pound for pound-ის რეიტინგში დაიკავებს ისლამის ადგილს? კი, საინტერესოა, მან ის გააკეთა, რაც შეპირდა. ყველანაირად განვითარებული მებრძოლია, კრივი, პარტერი, გრეპლინგი, კი, ის ნამდვილი ვარსკვლავია. ვნახეთ პიმბლეტი ოქტაგონში, მას და ილიას დიდი ისტორია აქვს. საინტერესო აპირებ ამ ბრძოლის ორგანიზებას შენ თუ არა? არ ვიცი, ვის შეუშვა პიმბლეტი ოქტაგონში, ეს არ უნდა მომხდარიყო. მაგ დროისათვის მე უკვე წასული ვიყავი მაგედან, მანდ რომ ყოფილიყავი, მე ამას არ დაუშვებდი. ასევე არ მინდა გამორჩეს კონორ მაგრეგორის პოსტი. ზოგადად კონორისგან პოზიტიური კომენტარს არავინ არ ელოდება. მით უმეტეს ილიას მიმართულებით იყო დრო, კონორი ილიას აკრიტიკებდა და კბენდა წლების წინ, მაგრამ ამჯერად მან დაწერა შემდეგი. გილოცავ ჩემი ძველი ტიტულების მოპოვებას ილია. მან თქვა, რომ აპირებს პედის თავზე ყვერების დალაგებას. საღოლ, კაი თამაშია. ეს კაი ბრძოლა იყო მსუბუქ ზონაში, ვითომ UFC დაბრუნდა? თუ კიდევ რაიმე აკლია. 3 ნოკაუტის ზედიზეთ, მართლა მაგარია, მომწონს. ჩარლზს არ გაუმართლა, დაისვენე, შენ UFC-ის ლეგენდა ხარ. გახსოვთ, ჩვენ მსგავსი სიტუაცია ჰქონდა, როდესაც ალექს პერეირა ანადგურებდა ხალხს. მაგრამ ილიას და პერეირას შორის განსხვავება ის არის, რომ ალექსი ამხელა დონის სპორტსმენებს ზედიზედ არ შეხვედრია. ოლივერა აუდაოთ ლეგენდაა და უმაგრესი მებრძოლია, მაგრამ რა გინდა დაუპირისპირო ასეთი დაბალანსებული თოფურიას წინააღმდეგ. არიან მებრძოლები, რომლებიც ფეხს ხმარობენ კარგად, ან სხვა დისციპლინაში უკეთესები არიან. მაგრამ ილია ფეხებით, ხელებით, რა ვიცი, ტეიქდაუნის დაცვით, ზემოდან, ქვემოდან, პარტერში, ყველგან მაგარი ბიჭია. გახსოვთ ალბათ კონორი რომ გახდა ვარსკვლავი, წინასწარმეტყველობდა. ის წინასწარეუბნეოდა მეტოქეებს, როდის დააფინიშებდა მათ. ილიამ რა გააკეთა? თქვა, რომ პირველ რაუნდში დაანოკაუტებდა ოლივერას, გავიდა და შეასრულა სიტყვა. ეს სრული სიგიჟია. უკვე ბევრი აღიარებს, რომ ილია თოფურია ისეთივე პოპულარული ხდება, როგორც კონორ მაგრეგორი და სულ ყველას გვახსოვს, რომ კონორ მაგრეგორი თავისი პოპულარობის პიკში გადავიდა კრივში, სადაც შეხვდა მეივეზერს და დამარცხდა. ამ მარცხით მან $100 მილიონი ჩაიდო ჯიბეში. მაგრამ დღესდღეობით ამ პლანეტაზე არის ერთი უმაგრესი, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოკრივე კონელო, რომელიც არის 4 წონითი კატეგორიაში ჩემპიონი კრივში. ხო და აი წავიდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ კანელოს და ილიას შორის შეიძლება მოხდეს ჯახი და შეიძლება ეს ჯახი მოხდეს დანა ვაითის ახალ შექმნილ პრომოუშენში. აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ილია თოფურიამ, რომ გააკეთოს ეს ბრძოლა კანელოსთან, შეხვდეს მას და დაანოკაუტოს პირველივე რაუნდში და მოიგოს. აი არ ვიცი, ეს ვარსკვლავთა ვარსკვლავი იქნება.
იქნება, აი უცხო პლანეტელი იქნება, ჩემპიონი იქნება ყველა galaktikაში. ესეთი რაღაცა წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება მოხდეს. სანამ ილია ჩარლზ შეხვდებოდა რამოდენიმე დღით ადრე, კანელოს დაუსვეს ეს კითხვა ილიასთან დაკავშირებით და მან ისეთი პასუხი გასცა, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. თოფურიამ თქვა, რომ პატივს გცემს და დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა კრივში. როგორ შეაფასებდი მას, როგორც მოკრივეს და რას ფიქრობ ამ სავარაუდო შეხვედრაზე? სიმართლე გითხრათ, ილიას არც ერთი ბრძოლა არ მინახია თავიდან ბოლომდე. თუმცა მე ის რეალურად მომწონს. სიამოვნებს, როცა ზოგი ჩემი სტილიდან თავისთვის სასარგებლოდ იყენებს რაიმე ხერხს. რაც შეეხება შეხვედრას, მოდით ჯერ კროუფორდს შევხვდე. ეს ბრძოლა არის დღეს პრიორიტეტში. მოკლედ მთელი სოფლიო ალაპარაკდა ქართველზე, ის UFC-ში ერთ-ერთი კი არა, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი არის და აი UFC-ის ისტორიაში ორი წონით კატეგორიაში ასე სწრაფად დაუმარცხებლად თან pound for pound-ის რეიტინგში ჩაჯდომა. ესეთი რაღაცა არავის საერთოდ არ გაუკეთებია. არანაირი ჯონ ჯონსი, არანაირი ჟორჟ სენ-პიერი და არანაირი კონორ მაკგრეგორი. ეს გააკეთა ქართველმა და აი არ ვიცი, ამაყები ვართ სულ ყველანი, მე სულ ყველა ჩვენს გარშემო ვისაც ვიცნობ, ყველა ვართ ამაყები, იმიტომ რომ ქართველმა შექმნა ახალი ისტორია UFC-ის ორგანიზაციაში. რაც შეეხება ოლივერას, მე არ მეგულება ადამიანი, რომელმაც მისი მარცხი გულთან არ მიიტანა, მაგრამ რა ვქნათ, ეს არის შერეული ორთაბრძოლები, აქ იმარჯვებენ საუკეთესოები. ოლივერას მიმართ რომ დააკვირდეთ, ილიაც ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავდა და რომ ნახოთ ჩემი დოკუმენტალური ფილმი ოლივერაზე, მიხვდებით რომ აი მართლა უკეთილესი ადამიანია, უმაგრესი ტიპი არის და ზუსტად ეს UFC-მ მას დაუფასა დიდების დარბაზის ცერემონიალზე და დააჯილდოვა ის. UFC-ის დიდების დარბაზი მებრძოლებისთვის ამ დიდებულ სიაში მოხვედრა ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა. ხოდა UFC-ის 317-მდე 2 დღით ადრე ორგანიზაციამ ჩარლზ ოლივერას ცერემონიალზე გადასცა ფორესტ გრიფინის ჯილდო. ამ ტროფეით აჯილდოვებენ იმ მებრძოლებს, რომლებიც აქტიურად ქველმოქმედებას ეწევიან. ჩარლზ ოლივერა კი ამ საქმეში მართლა ძალიან აქტიურია. მან ბრაზილიაში დარბაზი გახსნა, სადაც ნებისმიერს შეუძლია ივარჯიშოს უფასოდ და პერიოდულად ის ეხმარება საკვებით და ტანსაცმლით გაჭირებულ მოსახლეობას, სადაც თვითონ გაიზარდა. ასევე დიდების დარბაზში შეიყვანეს ქალი მებრძოლი ამანდა ნუნესი, რომელმაც 11-ჯერ მოიხვია წელზე UFC-ის კამარი და გაანადგურა ამ სპორტის ყველა ცნობილი მებრძოლი. მაგალითად რონდა როუსი, რომელიც 48 წამში დაანოკაუტა, ლეგენდარული ვალენტინა შევჩენკო, ჰოლი ჰოლმსი და ბევრი სხვა. ის ერთადერთი ქალია, რომელიც ერთდროულად ორი წონით კატეგორიაში იყო ჩემპიონი. დიდების დარბაზში შეიყვანეს ვიტორ ბელფორდი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. ის თავის დროზე ცნობილი იყო თავისი სისწრაფით და ნოკაუტებით. ბელფორდი ამ სპორტის ნამდვილი პიონერია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბრაზილიის MMA-ის განვითარებაში. რობი ლოულერი, ყოფილი ჩემპიონი, ცნობილი თავისი ბრუტალური ბრძოლებით რორი მაკდონალდთან და კარლოს კონდითან. ლოულერი და მაკდონალდის ჩხუბი UFC 199-ზე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ბრძოლად ისტორიაში, რის გამოც ამ შეხვედრამ მიიღო სტატუსი 10 წლეულობის ბრძოლა. ასევე დიდების დარბაზში მარკ კერი მოხვდა, რომელზეც მხატვრული ფილმი გადაიღეს, სადაც მას დუეინ ჯონსონი თამაშობს. ისრაელ ადესანია და კევინ გასტელამის ორთაბრძოლაც ოქროს ასოებით ჩაეწერა დიდების დარბაზში. ეს ისეთი უმოწყალო ჩხუბი იყო დროებით ტიტულზე, რომ ფანებს ის არასდროს დაავიწყდებათ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, რაც გავიგე ყველაფერი ამ გადაცემაში ჩავტენე, იმედია მოგეწონათ ეს ყველაფერი, მე კიდევ გემშვიდობებით.